შვილი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში. დავით დარახველიძე მინისტრობის კანდიდატად რჩება. ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობოების განცხადებას ეხმიანება. პრემიერობის კანდიდატი მზად არის დარახველიძესთან ერთად სამთავრობო სექტორთან დისკუსიაში ჩაერთოს. თავად დავით დარახველიძე ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოთქმულ ტერმინოლოგიას შეცდომას უკავშირებს. ინფორმაციას net გაზეთი ავრცელებს. საქმე ეხება 9 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომლებიც ტოლთა მინისტრობის კანდიდატურის გადახედვას ითხოვენ. მიზეზად კი დარახველიძის მხრიდან რასისტულ გამონათქვამებს ასახელებენ. თბილისი ნებისმიერი ზანგი მოქალაქეა ვიჩერდება. ინდოელი და ჩინელი და მიზეზი, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მინისტრობის კანდიდატი დავით დარახველიძე ქსენოფობიასა და რასიზმში დაადანაშაულეს, ეს ვიდეო გახდა. სპეციალურ მიმართვაში 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილს ფაქტზე რეაგირება მოსთხოვა და საჯარო მოხელეების წარდგენისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. მიმართვაში ასევე გაპროტესტებული იყო დარახველიძის მხრიდან აგრესიული ტონის ჟურნალისტების მიმართ, რომელზეც ვიდეო რამდენიმე დღის წინ ITV-მ გაავრცელა. რა გაახურეს, რა დამტევხარ? ანუ გააქვთ რა დამტევხარ, წერა ხო მაგ? წარმომიდგინეთ რომ შენ მინახავ წარმოგიდგინე, ვაგაზდო გამთავ არასამთავრობოების პროტესტდევნილთა მინისტრობის კანდიდატი გუშინ გვიან საღამოს გამოეხმაურა. დავით დარახველიძე ფაქტზე ახსნა განმარტებას აკეთებს, თუმცა ამასთან ერთად შეცდომასაც აღიარებს და ბოდიშს იხდის. ეს მასალა, რასაც არასამთავრობოები ეყრდნობიან, დამონტაჟებულია ITV-ის ჯგუფის მიერ, რომელიც 2 თვის მანძილზე ცდილობდა ჩემი წინა საარჩევნო კამპანიის ჩაშლას. შესაბამისად, მათ ჟურნალისტებად არ განვიხილავდი. მათ ეს აქვს დამონტაჟებული კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები. არანაირი სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამი არ გამომიყენებია. მე რაღაც შეცდომები დავუშვი, ზანგი ვახსენე და ამაზე მოვიხადე რამდენჯერმე ბოდიში. უნდა მეთქვა აფრო-ამერიკელი ან ფერადკანიანი, მაგრამ წამომცდა. მისი ბოდიში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნამდვილად ასაფასებელი არის, თუმცა მაინც ის ცალკე აღებული ფრაზები, ასე ვთქვათ, იგივე საქართველოს ქართველებისთვის და სხვა, მაინც არის მეუღებელი. მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ დრო არის, რომ დავფიქრდეთ, გვინდა თუ არა ჩვენ ეს კანდიდატი, რადგანაც თვითონ ახალი მთავრობის შემადგენლობა არის დაკომპლექტებული ძალიან კარგად და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი არის იქ და ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს დრო, რომ გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება ამ კანდიდატებთან დაკავშირებით. დავით დარახველიძე ამ თემაზე დღეს კომენტარს აღარ აკეთებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ მინისტრობის კანდიდატის ბოდიში მისაღებია, თუმცა საკმარისი არ არის და ამ თემაზე რეაგირება პრემიერმა ან მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უნდა გააკეთონ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამ საკითხზე ამ შეკითხვას უნდა გამოეხმაუროს და მან სასახად უნდა დააფიქსიროს პოზიცია არა მხოლოდ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად მსგავს რიტორიკასთან დაკავშირებით. გადაწყვეტენ, რომ ეს ადამიანი იქნება, მათ დამაჯერებლად უნდა აგვიხსნან და დაგვარწმუნონ იმაში, რომ მაგალითად ლტოლვილთა უფლებებს, რეპატრიაციის სურვილის მქონე პირებს, ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც შეიძლება საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით მომართოს, ექნება რეალური განცდა იმის, რომ ეს ადამიანი მის ინტერესებს დაიცავს როგორც უმცირესობის. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 2 საათის წინ გამოეხმაურა. საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მზად არის არასამთავრობო სექტორთან დისკუსიისთვის. მე როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მზად ვარ შევხვდე და ვითანამშრომლო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საკუთარი პოზიცია გამოეთქვა მთავრობის წევრთა დანიშვნასთან დაკავშირებით. მე მზად ვარ მინისტრობის კანდიდატთან ერთად აღნიშნულ საკითხზე დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან და მოვისმინო მათი შეხედულებები და წინადადებები. ადამიანმა მოიხადა ბოდიში, მასთან ერთად ჩვენც ვერთდებით ამ ბოდიშს პირადად მე, მაგრამ მე ვიცნობ ამ ადამიანს ძალიან დიდი ხანი, როგორც ძალიან წესიერ და ძალიან ორი ხედვების მქონე ადამიანი. შეცდომა დაუშვა მოიხადა ბოდიში, ძალიან კარგად აქვს შეგნებული, რაც მან გააკეთა. ქართული ოსნების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს არასაკმარისად მიიჩნევენ ნაციონალურ მოძრაობაში. დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ კოალიცია მომხდარზე უფრო მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს. ასეთი ტიპის განცხადებები, ასეთი ტიპის დამოკიდებულებები არის არა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის ძალიან საზიანო. ვისაც ესმის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის განვითარება, ის ასე არ ილაპარაკებს. დავით დარახველიძე მინისტრობის კანდიდატად რჩება. უცნობია შეცვლის თუ არა არასამთავრობო სექტორთან დისკუსია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას კანდიდატის პარლამენტში წარდგენაზე. მთავრობის ოფიციალურ დანიშვნამდე რამდენიმე დღე რჩება. ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ბაზრების პრობლემა, რას ითხოვენ ფერმერები, რამდენიმე წუთში მოამბეში.
ვაშლის რეალიზების პრობლემა შიდა ქართლში, რას ამბობენ ფერმერები და რას პასუხობენ მათ პოლიტიკოსები. სამარცხვინო ფასია ძალიან. არც ყრიფავს იყება და ფუჭდება მოყანილი მოსავალი, ამდენი ნაწვალები თელი წლის. წვენების ქარხნები მუშაობენ რისთვის იცი 2 ლარს გვიხდიან 25 კილოგრამს.